ძველი თბილისის თითქმის ყველა რესტორნიდან ერთი და იმავე მუსიკის ხმა ისმის. კივკოროვი, ბასკოვი და მიაკი. ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები დედაქალაქის ცენტრში საკუთარი ქვეყნის მშობლიურ მუსიკაზე ცეკვავენ. ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ტოპ 10 სიმღერას შორის, რომელსაც YouTube-ზე საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად უსმენენ, ეს სიმღერა მესამე ადგილზეა. ეს მეექვსე ადგილზე. გემოვნება რომ იქით იყოს წესით, მორალი და ზნეობა უნდა ვკარნახობდეს იმას, რომ ოკუპანტის დაკრუნზე არ უნდა ვიცეკვოთ. უფრო თვალსაჩინო რო იყოს და სტატისტიკა ერთმანეთს რო შევადაროთ, 284%-ით არის გაზრდილი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში. ამის მიუხედავად, სწორედ ამ ქუჩაზე ჩვენ გავიგებთ რუსულ ესტრადას, რომელზეც სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეებიც ცეკვავენ.